საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს კიდევ ერთი კომპანია შეუერთდა Vanilla Event-ი, რომელიც 2 ათწლეულის გამოცდილებით და საერთაშორისო პროექტებით ღონისძიებების ინდუსტრიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევა. დიახ, და ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგებიც. თუ არ იცით, გეტყვით მაინც, რომ Vanilla Event-ი მსოფლიოს საუკეთესო ასეულშია. უსულესი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით ჩვენ მოვასწარით ამაზე ამბის გადაცემა, ვიყავი ყოველთვის საოცრად ამაყი და ვარ ყოველთვის სუბიექტური ამ კომპანიასთან მიმართებით, იმიტომ რომ ძალიან ვაფასებ იმ შრომას, რაც კომპანიის მესვეურებმა ჩადეს მისი დაარსებისას და აგრძელებენ დღემდე და უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. და რაც თავარია, კომპანია ფლობს სტრატეგიულ ლოკაციებს, ჩემო ბატონო, ოპერირებს ისეთ გლობალურ ქალაქებში, როგორიც არის რომი, დუბაი, სამხრეთ საფრანგეთი ბოლომდე ათვისებული აქვს და შეძგისურებ მალე იქ მოხვედრას ნინი. მე? კი. მადლობა. ხო. გავაგრძელებ მაშინ, რომ ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობა ჯამში მნიშვნელოვანი არის. როგორც თავად ასოციაციის გაძლიერებისთვის, თავისთავად ისე სექტორში ინოვაციური პრაქტიკების და მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რისთვისაც გვერდდებიან საქმე დილაში ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თინეთი ნიჟარაძეს უმასპინძლობთ Vanilla Event-ის დამფუძნებელს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. დილამშვიდობისა. ლევან, როგორ ბრძანდები? მადლობა თავად. აქტიური პერიოდი გვაქვს. ძალიან აქტიური პერიოდი და გვიხარია. ძალიან ისე დაიწყეთ, ხო? აქტიურად, კი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპანიები გახდნენ. ხო, ლევან, თან მრავალფეროვანია ინდუსტრიები, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პორტფელიც ასოციაციის მრავალფეროვანი ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წარმომადგენლები, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სექტორული ასოციაცია როგორც ესეთი და ხანდახან არის კონკრეტულ სექტორზე, კონკრეტულ მიმართულებაზე რაღაცა დისკუსია, საუბარი მიდის ხოლმე და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მთავარია რომ მაქსიმალურად ვფარავდეთ ჩვენი წევრებით იმ ვთქვათ სფეროებს, ინდუსტრიებს, სექტორებს, რომელსაც კონკრეტული საკითხი, კონკრეტული რეგულაცია, კონკრეტული სტანდარტი შეიძლება ეხებოდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სწორედ ესეთი გაფართოება ამ დიალოგის დროს. სტანდარტებს მიღმა არის თიკო ნიჟარაძის და მისი პარტნიორების Vanilla, რომელიც არ ვიცი, ივენთების და მთელი ამ ღონისძიებების ავანგარდში იყო საქართველოსთან დღე პირველიდან ძალიან მიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. კომპანია შეიქმნა თავის დროზე, თუმცა თელმა ამ წლებმა, განსაკუთრებით ბოლო წლებმა, თიკო რაც სხვა ტიპის ტრანსფორმაცია გამოიწვია. იყო კოვიდის პერიოდიც, რომელიც ურთულესი იყო, მაგრამ ისიც გუნდმა გამოიყენეთ განვითარებისთვის. რა არის კომპანიის DNM-ში ჩადებული ისეთი, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული? პირველ რიგში ალბათ ძალიან დიდი სიყვარული თვითონ ღონისძიების ორგანიზების მიმართ, ამ სფეროს მიმართ და ძალიან დიდი ინტერესი განვითარების. რა ვიცი, არასდროს არ ვჩერდებით, სულ ვცდილობთ, რომ რაც კი მსოფლიო ტრენდები და ინოვაციები არსებობს, არ ჩამოვრჩეთ, ჩამოვიტანოთ საქართველოში, გარეთაც ვიყოთ ჩართულები და მოკეთ ერთ-ერთი მამოძრავებელი ალბათ ვიტყოდი ძალიან დიდი სიყვარული და ამ სფეროს მიმართ. საქართველოში სანამ ნინი უცხოეთის თემებზე გადავა, იმიტომ რომ გიждდება განსაკუთრებით უცხოურ ამბებზე. იმიტომ რომ მაგარია საუკეთესო ასეულში ყოფნა მსოფლიო მასშტაბით ორგანიზების ნაწილში, ეგრეთ სამოყვანილო. უნდა აიწიო. საქართველოში როგორ წარიმართა ინდუსტრია, იმიტომ რომ ერთის მხრივ თქვენ ქმნიდით მოთხოვნას და მოთხოვნის შემქმნელები ხართ, მე ესეთ ბიზნესებს გამორჩეულად ვაფასებ და მეორე მხრივ ამან გააჩინა კონკურენციაც. უკვე გაჩნდნენ სხვა მოთამაშეების. როგორ მიდის ამ ინდუსტრიასთან დანარჩენების თქვენი პოტენციური და არსებული დამკვეთების ურთიერთობა? ჩვენ უკვე 20 წელია რაც ვარსებობთ და ის კონკურენცია რაც გაჩნდა და ზოგადად სფეროს მოთხოვნა რაც გაჩნდა ძალიან გვიხარია და მოხარულებთ, იმიტომ რომ ზოგადად ეს სერვისი არ არსებობდა და ეხა ივენთ მენეჯმენტი აბსოლუტურად განვითარებულია უკვე, არ ვიცი, კომპანიები, კერძო პირები კარგ და მნიშვნელოვან ღონისძიებას არ განიხილავენ ივენთ კომპანიის გარეშე მათ დღესასწაულს. ეს ჩვენ ძალიან დიდ განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს და
რა ვიცი, ვფიქრობ, რომ სწორი განვითარების გზაზე დგევართ. ჩვენ აი 60 წლის მანძილზე უკვე ვანილა ივენტში დაახლოებით ამ დღესდღეობით 50 ადამიანი არის თიმში დასაქმებული, საქართველოში და საქართველოს გარეთ 6 ადამიანი და ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს იმის გარდა, რომ ვაკეთებთ ღონისძიებებს, ეხლა დავიმატეთ კიდე სხვადასხვა ივენთის მიმართულება, რაც არის wellness-ი, retreat-ი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს გამოიწვია მოთხოვნა? გამოიწვია მოთხოვნა, მდიახ. საქართველოშიც მათ შორის. საქართველოში როგორც ივენთი იყო რაღაც 10 და 15 წლის წინ ახალი, ესეც უკვე სიახლე არის, მაგრამ ვაცნობთ მომხმარებელს და ინტერესიც გაჩნდა. როდესაც საუბრობთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, გეოგრაფიულად აი რა ქვეყნებს ფარავს დღეს ვანილა ივენთი? იცით რა, ბოლო 5 წლის მანძილზე ვანილა ივენთმა უკვე ღონისძიებები გააკეთა კორეაში, მადრიდში, ინგლისში, ევროპაში, დუბაიში, ანუ უფრო კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ უკვე წარმომადგენლობა რაც ჩვენ გავაკეთეთ არის დუბაიში, რომში და სამხრეთ საფრანგეთში, სადაც უფრო ხშირი მუდმივი დაკვეთებია და მაგის გარდა ზოგადად მსოფლიო ტრენდი არის destination event-ი, აი როგორც ქართველებს აქვთ სურვილი რომ ქვეყნის გარეთ გააკეთონ ღონისძიება და მოგზაურობაშიც გადავიდეს და სხვა experience იყოს, ისე არის მსოფლიოს ტრენდი და ანუ ძალიან ბევრ ადამიანს ეს ქვეყნების exchange ხდება და შესაბამისად ჩვენ ქართველ მომხმარებლებს თავაზობთ რომ ქვეყნის გარეთ გავაკეთოთ საინტერესო ღონისძიებები. ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ ორგანიზება სხვადასხვა ივენთების. მზადდება. ბიზნეს ასოციაციასთან წევრობას როგორ უყურებს ვანილა ივენთის გუნდი და როდესაც საუბრობთ მით უმეტეს ასეთ საერთაშორისო გაფართოებაზეც? ჩვენთვის ბიზნეს ასოციაციაში წელს გავწევრიანდით და ძალიან დიდი პატივია. საქართველოში ვთვლი, რომ ბიზნეს ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება განვითარებისთვის, აკეთებს ბევრ ღონისძიებას, ბევრ შეხვედრას, ახალი კონტაქტებთან ურთიერთობა, ახალი კომპანიები, ბევრ საერთაშორისო ფორუმებით არის თვითონ დაკავებული, ჩამოყავს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და მოკლედ ჩვენთვის განვითარების ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა არის თვითონაც ბიზნეს ასოციაცია შესანიშნავ ღონისძიებებს აკეთებს როგორც ქვეყნის გარეთ ისე ქვეყანაში და მოკლედ ვთვლი რომ ჩვენ სფეროსთვის აბსოლუტურად. ლევან, მიღმა ყველაფრისა, რაზეც თიკო ნიჟარაძე საუბრობა, თინათი ნიჟარაძე საუბრობდა, ჩემთვის თიკო არ რა ვქნა და მე მგონი ყველასთვის ვინც მას ახლოს იცნობს, რა სინერგია საქმიანი შეიძლება დამატებით ჩამოყალიბდეს შესავალში ბრძანა რომ სრულიად ახალი ინდუსტრიების შემოსვლა არა მხოლოდ პორტფელის ამრავალფეროვნებს, არამედ ბიზნეს ასოციაციას თავისი წევრებისთვის და თვითონ აღმასრულებელ გუნდსაც უკეთეს ხდის. აი მან და რას ხედავ განსხვავებულს და დამატებით ღირებულებას? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომპანია აქვს თავისი 20-წლიანი გამოცდილება შესაბამისად გარკვეულწილად ფუძემდებელია ამ სექტორში MIC სექტორში გარკვეული სტანდარტების, ხო? ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საფუძვლები, რომელსაც ამდენი წელია უყრის კომპანია, ამის მოხდეს მეტად უფრო ინფორმირება ჩვენი წევრების, ანუ ნეტვორკინგი არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელსაც ჩვენ ალბათ ერთობლივად წარმართავთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კომპანიებს, ჩვენ წევრ კომპანიებს მსგავსი აქტივობების დროს გქონდეთ ძალიან მაღალი დონის და მაღალი სტანდარტების ღონისძიებები და მეორეს მხრივ, როცა შენივე წევრი არის ასეთი მაღალი სტანდარტის მქონე კომპანია, მათი ურთიერთდაკავშირება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ესე მგონია. მეორე ის რომ ეს არის კომპანია, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. ეს ნიშნავს, რომ როგორც გამყვან, ასევე შემოყვან ტურიზმზეა ორიენტირებული, მათ შორის საუბარია სერვისის ექსპორტზე ქვეყნიდან, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი საექსპორტო მოდი ხუცმელად თქვა, არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტელექტი, ცოდნა, გამოცდილება და ამის ექსპორტი უნდა მოვახდინოთ და ჩვენ ალბათ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ექსპორტების სახალისება მხარდაჭერა როგორ მოხდეს და ეს ერთ-ერთი ალბათ მე ვფიქრობ საინტერესო სფერო იქნება ჩვენი თანამშრომლობის იმ ადამიანებთან, ვინც შეიძლება ამ მიმართულებით პოლიტიკას ადგენდეს, ქმნიდეს, რომ მათთან სწორედაც ამ სერვისის ექსპორტის ნაწილში რაღაცა ტიპის უფრო აქტიური მუშაობა გაგრძელდეს, იმიტომ რომ, რა ვიცი,
იმპორტი არა გვაქვს, მაგრამ ჭკუა გვაქვს და ჭკუის ექსპორტი და მოხერხების ექსპორტი შეგვიძლია და ამაზე მუშაობა ნამდვილად თქვა საინტერესო იქნება. წარმატებები მეგობრებო და წარმატებები თქვენ პარტნიორობას. ველოდებით ახალ სიახლეებს და სიახლეებს ვანილასგან და წარმატებები ვანილაიმით. დიდი მადლობა. წარმატებები ბიზნეს ასოციაციას, მისი აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან მეფხვაძე და თინათინ იჟარაძე, ვანილა იმენცის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი სტუმრობდნენ საქმიან დილას.